მოგესალმებით, ძვირფასო ჭადრაკის მოყვარულებო, ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეო გაკვეთილების სერიას მარტივი ენჩპილების შესახებ. და დღეს ჩვენ განვიხილავთ ენჩპილებს, რომელშიც გვაქვს მეფე და ეტლი და მოწინააღმდეგეს ყავს მხოლოდ მეფე. მოდით დავიწყოთ პირდაპირ პრაქტიკული მაგალითებით და თან თეორიას გზადაგზა შევურევთ. იმიტომ რომ ყველაზე დიდ ეფექტს ჩვენ გვაძლევს ჭადრაკის ესე იგი თეორიის და პრაქტიკის შერწყმა. ჩვენ წინაშია ფინალური პოზიცია, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, როდესაც ჩვენ ეტლით უსვამთ შამათს მოწინააღმდეგის მეფეს. დააკვირდით თეთრი მეფის და შავი მეფის მდებარეობას. ისინი ერთმანეთის პირისპირ მდებარეობენ, მათ შორის ერთი უჯრაა, როგორც ხედავთ. იმიტომ რომ მეფეები ერთმანეთს ვერ მიუახლოვდებიან, იქნება ქიში და ეს წესების წინააღმდეგაა. აი ასეთ განლაგებას, როდესაც მეფეები ერთმანეთის პირისპირ არის, ქვია ოპოზიცია. აი ეს არის საჭადრაკო ტერმინი ოპოზიცია. დააკვირდით, ესე იგი მეფეები ოპოზიციაშია და ოპოზიციაში როდესაც დგას მეფეები, როგორც ხედავთ, ეს მეფე დგას დაფის კიდეზე, ანუ უკან მას სვლა არ აქვს. ზევით მეშვიდე ჰორიზონტალზე მას A7, B7 და C7 უჯრებს ართმევს თეთრი მეფე, ხოლო ჯალათის ფუნქციას ასრულებს ეტლი, ხო? ის მერვე ჰორიზონტალიდან უცხადებს ქიშს მეფეს და ეს არის შამათი, იმიტომ რომ მეფეს სვლა არ აქვს. აი ეს არის ტიპიური პოზიცია, ფინალური პოზიცია, როდესაც ეტლით სვამთ შამათს. აქაც უყურეთ, მეფე არის დაფის კუთხეში, საკმარისია რომ მეფემ ძლიერი მხარის მეფემ წაართვას მას ორი უჯრა, ამ შემთხვევაში G7 და A7, ხოლო ფინალური აკორდი ჩასვა ეტლმა F8-დან, ქიში და შამათი. ეხლა ვნახოთ ეს პოზიცია. უყურეთ, აქ ამ პოზიციაში სვლა არის თეთრების. გავიაროთ ეს, ხო? სვლა არის თეთრების. C1 და C2 უჯრას C ვერტიკალზე მყოფი ეტლი აკონტროლებს. აქ წასვლა არ შეგვიძლია. ესე იგი, D2 და E2 უჯრა შავი მეფის მიერ არის კონტროლირებული. ესე იგი, ერთადერთი სვლა გვაქვს E1-ზე. ამ შემთხვევაში, როგორც გაიხსენეთ, ფინალური პოზიცია, მეფეები ოპოზიციაში დგას, D2, E2 და F2 უჯრები შავი მეფის მიერ კონტროლირებადია და C1-დან ეტლი სვამს შამათს. დავბრუნდეთ საწყის პოზიციაში. აი აქ რო სვლა იყოს მაგალითად შავების. რას მოიმოქმედებენ ისინი? შავებმა უნდა გააკეთონ ისე, რომ შემდეგ გადასცენ თეთრებს სვლის რიგი. ანუ უნდა გააკეთონ ისეთი სვლა, რომელიც არ დააზიანებს მათ პოზიციას, შეინარჩუნებს პოზიციის ყველა უპირატესობას და თან გადასცემს სვლის რიგს თეთრებს. ეს არის ნებისმიერი სვლა C ვერტიკალზე ეტლით, ოღონდ C2-ზე და C1-ზე არა, ხო? ნებისმიერი სვლა C3-ზე, C5-ზე, C6-ზე, C7-ზე, C8-ზე, ხო? ნებისმიერი, აი თქვათ, ითამაშებს. შემდეგ მეფე წავა E1-ზე, რადგან სვლის არ გაკეთება არ შეიძლება წესების მიხედვით და თეთრები ჩასვამენ შამათს. მოდით გადავიდეთ შემდეგ პოზიციაში. აი, თქვათ, გვაქვს მოცემული ასეთი პოზიცია. როგორი არის გეგმა, ხო? აი, პირველი ეტაპი იქნება, რა თქმა უნდა, მეფის შევიწროვება, თავისუფლების გადაადგილების შეზღუდვა და მისი განდევნა დაფის კიდეზე ან კუთხეში. აი, ეს არის მთავარი. მარტოხელა ეტლს ეს ყველაფერი არ შეუძლია. ეტლს შეუძლია მხოლოდ აი მოუჭრას გზა მოწინააღმდეგის მეფეს დროებით, სანამ მიუახლოვდება ეს მეფე ეტლს. ჩვენს მეფეს აქ დაეკისრება მნიშვნელოვანი ფუნქცია. ის დაეხმარება ეტლს. ეტლი A4. რა არის ამ სვლის მთავარი მიზანი? მთავარი მიზანი არის ის, რომ უყურეთ, აი ამ მართკუთხედში მოექცა შავი მეფის გადაადგილების თავისუფლება. ესე იგი, მეოთხე ჰორიზონტალზე ვერ წავა. მეფე E5, ხო, თქვათ, დგას შავები და აქ ნებისმიერი სვლების გაკეთება შეიძლება, უბრალოდ თავარია ჩვენ პრინციპი ვისწავლოთ.
ეტლმა თავის ფუნქცია შეასრულა დროებით და უახლოვდებით მეფედ. ჩვენი მეფით მოწინააღმდეგის მეფეს. ნუ მეფე D5 ვთქვა დგას შავები. მეფე E3, მეფე E5. ჩვენთვის ნაცნობი ოპოზიცია. გაიხსენეთ ფინალური პოზიცია, ხო? ეს რო იყოს დაფის კიდე, ჩვენ გამოუცხადებთ ქიშს, მეფეს და იქნება შამათი. ამ შემთხვევაშიც ჩვენ უცხადებთ ქიშს, ну თქვათ ითამაშე მეფე 6. მეფის ესე იგი გადაადგილების თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. ეტლმა თავის ფუნქცია დროებით შეასრულა, ვაგრძელებთ მეფით. მეფე D4. ეხლა მეფე რო D6-ზე მოვიდეს, ისევ ოპოზიცია იქნება, ისევ ქიშს ვეტყვით და ჩავაქვევით. ამიტომ მეფე გარბის. მეფე E4, მეფე G6, მეფე F4, მეფე A6, მეფე G4. ну, ან უნდა ჩავიდეს ქვევით, ან ისევ ჩაგვიდგეს ოპოზიციაში, ხო? ოპოზიციაში როგორც კი ჩაგვიდგება, ვეუბნებით ქიშს. მეფემ შეასრულა ეტლის ის ფუნქცია, რომელსაც მანამდე ეტლი ასრულებდა, ეტლი გავანთავისუფლეთ იმისათვის, რომ გამოუცხადოს ქიში და კიდევ უფრო შეუზღუდოს თავისუფლება მოწინააღმდეგის მეფეს. მეფე უნდა ჩავიდეს ქვევით, ხო? თან ეტლისკენ წავიდა. ну, მეფე G5, მეფე E7, მეფე F5, გავაგრძელოთ გეგმა ზომიერად, მეფე მიუახლოვდა ეტლს, ხო? ჩვენ ვიცით მანევრი, როდესაც ეტლს აი შორს გადავისროდით. მოპირდაპირე მხარეს. მეფე იძულებულია, რომ წამოვიდეს ისევ აქეთ, ხო? ქვევით რო ჩავიდეს, აი მაგალითად ამ პოზიციაში, ხო? აი ქვევით რო ჩავიდეს, ეტლით უნდა მოუჭრად გზა. მეფეს დარჩება მხოლოდ მერვე ჰორიზონტალი გადასაადგილებლად. კარგით, მოდით აი დავბრუნდეთ ამ პოზიციაში, სადაც ვიყავით. ესე იგი, მეფე C7 ითამაშეს და აქ ძალიან მნიშვნელოვანი სვლა. ანუ ჩვენ უნდა გადავცეთ შავებს სვლის რიგი ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი პოზიციის უპირატესობა და თან შავებმა რო ითამაშონ, უარეს, ასე ვთქვათ, პოზიციაში მოხვდებიან. ასეთი სვლა არის ეტლით, ხო? ეტლს შეუძლია G6-ზე ითამაშოს. ანუ გადავეცით სვლა შავებს. ესე იგი, ან უნდა ითამაშოს შავებმა D7-ზე, ჩაგვიდგეს ოპოზიციაში და ამ შემთხვევაში G7-დან ქიშს ვეტყვით, ან წავიდეს B7-ზე. ვთქვათ, ითამაშეს B7-ზე. მეფე C5, მეფე A7, მეფე B5, ისე უნდა ჩაგვიდგეს ოპოზიციაში, ან ჩავიდეს ქვევით, G7-დან ქიში, მეფე წავიდა ეტლისკენ, მეფე B6, მეფე D8, მეფე C6, მეფე E8, მეფე D6, მეფე F8, აქ ავიღებ და ეტლს გადავისვით A7-ზე. ვთქვათ, მეფე E8. აქაც მნიშვნელოვანია, რომ არ ვითამაშოთ ესეთი სვლა, ცუდი სვლა, იმიტომ რომ მეფე გაგვექცევა იქ. ამიტომ უნდა ვითამაშოთ რამე სვლა, რომ გადავცეთ სვლის რიგი შავებს და არ დავკარგოთ უპირატესობა. ესე იგი, მეფე B7. ეხლა D8-ზე რო ჩამოვიდეს შამათი ერთ სვლაში და რო გაიგრძელოს ცოტა სიცოცხლე, გაიქცევა დაფის კუთხეში, მაგრამ მაინც მოუწევს ოპოზიციაში ჩადგომა და ჩავსვამთ შამათს პირველიდან. მაგრამ დაუბრუნდეთ საწყის პოზიციას, ხო? ჩვენ სხვანაირადაც შეგვეძლო სხვა გეგმითაც გვეთამაშა. აი მოდით სხვა მეთოდი გამოვიყენოთ დაშამათების. ну, ეტლი A4 ეს მნიშვნელოვანი სვლა, რომლითაც ჩვენ გადაადგილებას უზღუდავთ მეფეს. ვთქვათ, მეფე დადის ეს, ხო? მეფე F4, მეფე D5, მეფე E3, მეფე C5, ეტლი D4. აი უყურეთ, იმის მაგივრად, რომ ჩვენ მეფე D3 გვეთამაშა და მეფე D5 და B5 და ასე შემდეგ, ჩვენ შეუზღუდეთ გადაადგილების თავისუფლება შავების მეფეს და მას სასიარულოდ დარჩა მხოლოდ A5, A8, C8, C5 მართკუთხედი. ვთქვათ, მეფე B5 ითამაშა. მეფე B5-ზე ჩვენ ვითამაშებთ მეფე E4-ს. მეფე C5 დაბრუნდა, მეფე E5. აი ამ მონაკვეთში ყავს გამომწყვდეული შავები. მეფე C6 ჩავიდა. ან ვთქვათ, თუ ითამაშებდა მეფე B5-ს, მაშინ ვითამაშებდით მეფე D6 და უნდა ჩაგვიდგეს ოპოზიციაში. ამ შემთხვევაში ადვილად ქიშს ვეტყვით, ის ჩავაქვევით, მეფე C5 და აქ უბრალოდ სვლის რიგს გადავცემთ
მეფე გაიქცევა კუთხეში, მაგრამ მაინც შამათი. მეფე B5, მეფე D6 ვითამაშებთ და ეს ვნახეთ. ეხლა ვთქვათ, ამ პოზიციაში ითამაშა მეფე C6. დააკვირდით, ჩვენ შეგვიძლია ეტლით მივუახლოვდეთ ასე. და კიდევ უფრო შეუზღუდოთ, ეხლა უკვე ეს მონაკვეთი დარჩა A6, A8, C6, C8, C6, ხო? რაღაცა უნდა ითამაშოს, მეფე B6 ვთქვათ. აი ამ თავის მონაკვეთში მოძრაობს. მეფე D6. უფრო შევავიწროვოთ. მეფე B7, ეტლი B5 ქიში და ეხლა ორი სვლა აქვს. ან უნდა ჩავიდეს C8-ზე, ან A6-ზე, ხო? განვიხილოთ მაგალითად A6-ზე ჩავიდა. ჩვენ შეგვიძლია მეფე C6 ვითამაშოთ. მეფე A7. ეხლა მეფე C7 ცუდი სვლა, იმიტომ რომ მეფე A6 იქნება. ამიტომ უნდა გადავცეთ სვლის რიგი, ხო? და არ დავკარგოთ პოზიციის უპირატესობა. ეტლი B1, ვიცით რომ შორს შეგვიძლია გადავისროლოთ. მეფე A6-ზე იქნება შამათი, ხო, ერთ სვლაში. ამიტომ გაიგრძელებს თავის სიცოცხლეს ორი სვლით და მაინც მოუწევს ოპოზიციაში ჩადგომა და ეს იქნება შამათი. რო დაუბრუნდეთ იმ პოზიციას, სადაც ჩვენ აი აქ ეტლი B5 ქიში უთხარით, თქვათ ჩავიდა C8-ზე, ხო? როგორც ხედავთ, ეხლა რო შავების სვლა იყოს, ისინი ითამაშებენ მეფე D8-ს და ჩვენ ეტლი B8 ჩაუსვამთ შამათს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი სვლა, რომ გადავცეთ სვლის რიგი შავებს და თან არ დავკარგოთ ის უპირატესობები, რაც ჩვენ პოზიციას გააჩნია. თქვათ ეტლი B4. შავები იძულებულია ითამაშონ მეფე D8 და ჩვენ ჩაუსვამთ მათ შამათს. ჭადრაკში არის სპეციალური ტერმინი იმისათვის, რომ აღვნიშნოთ ესეთი ვითარება, როდესაც ნებისმიერი ჩვენი სვლა აფუჭებს ჩვენს პოზიციას, აუარესებს. ასეთ ვითარებას ქვია ცუგცვანგი. ეს გერმანული ტერმინია, ცუგ სვლას ნიშნავს, ცვანგ, აი შეგვიძლია გადავთარგმნოთ როგორც იძულებითი სვლა. ჭადრაკში ჩვენ სვლის გამოტოვება არ შეგვიძლია, ამიტომ იძულებული ვართ ვითამაშოთ, მაგრამ ნებისმიერი სვლა, რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუარესებს ჩვენ პოზიციას. აი ამას ქვია ცუგცვანგი, დაიმახსოვრეთ. აქ ცუგცვანგშია შავები, თამაშობენ ეტლი D8-ს და მეფე D8-ს და ეტლი B8 შამათს უსვამთ ჩვენ მათ. აქაც, აი როდესაც ვყავს ეტლი და მეფე, მარტოხელა მეფის წინააღმდეგ, შეიძლება იყოს საპატე მოტივები. ანუ არ უნდა დაგვავიწყდეთ, ძალიან არ უნდა შევავიწროთ მოწინააღმდეგის მეფის გადაადგილების თავისუფლება. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ვითამაშებთ მაგალითად ეტლი B7-ს, ეს იქნება ძალიან ცუდი სვლა და იქნება პატი. შემდეგი საპატე პოზიცია შეიძლება წარმოიშვას, აი თუ ჩვენ ვითამაშებთ მეფე H6-ს, ხო? ამ შემთხვევაში მეფე ეფარებოდა ეტლს, მაგრამ ის ჩაუდგა ოპოზიციაში შავებს, მაგრამ შავებს სვლა არ აქვთ. ვერსად ვერ მიდიან და არის პატი. მე ამაზე გემშვიდობებით და შემდეგ აკვეთილზე ჩვენ გავივლით თუ როგორ ჩავსვათ შამათი ლაზიერით და მეფით მარტოხელა მეფის წინააღმდეგ. დროებით და არ გამოტოვოთ ვიდეოები. ნახვამდის.